შვეიცარია რეკონსტრუქცია. ჩვენ ვთით მაინც რომ დავრეკონსტრუქციოთ წყალმა. იღება თემის მაისმის. რა უნდა ჩაიჩო ზოგადად თამაში? ახო, თემაში არ უნდა ილაშქრო. პირველი შევა ეგ არის. გასაგები. თემაში როცა ხარ მეტი სტრესი არის, იმიტომ რომ არტივი არაა გადაადგილება. შესაძლებელია მდინარე მოვარდეს, ნუ ახლა მდინარე არ გვაქვს. არა მივდივარ მდინარეს. სვიმის დროს მდინარესთან დაახლოებით 100 მეტრით დაშორებით უნდა გაშალოთ ბანაკით, თორე შეიძლება წყალდიდობის დროს თქვენი ბანაკი წყალმა წაიგოს და თქვენს. ამიტომ ამ წვებაში არჩით სახში რა და თუ ეხა რაღაცა ისეთი კაი დაწმარი გაქვს, თუ კარგი ფეხსაცმელი გაქვს და ამ შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ ესეთ კიან ზოლში იაროთ როგორც აჯაბეთი საკვეთია. ხათ არ გვაქვს. ერთამი გადაქარისა, იმიტომ რომ ქარის დროს შეიძლება ორი დაგეცეს თავზე და გარდაიცვალა ამიტომ. არ გადაიცვალა. აი ეს ნახავთ ნეგატივის ახალგით არა პოზიტიურიც. ხათ მომიწია არა ახლა სახში ჯდომას ჯობია რა ვიცი ახლა. მაშინ წავედი ლაშქრობაზე და გაწვიმდა ხო? ეგ არ არის გასამართლებელი საბუთი, იმიტომ რომ შენ თუ ლაშქრობაზე წახვედი, რატო არ ნახე ამ იმდენ. ხომ არა, ყველა არის ის ახლა ციკლონის გამოკლება თავიდან მომავალ სად მიდიოდა და მეც შემსხარ ვარ მასა, იმიტომ რომ წავსვლა ლაშქრობაზე და რო შევამოწე ამის პროგნოზი სამ სხვადასხვა საიტზე ზოგადად ბევრი უნდა შევამოწო ხოლმე არა ერთზე. შემასწინა ამის პროგნოზმა ეწერა, აი გამბრიალებული მზა და ჩემ ფეხები გავა. ამინდიჯიტელი ახეთ რა. ჩამეიქცა. ამინდიჯიზეს ნახე, მეტეობლუზეც აქუ ვედერზეც და Google-ის ასისტენტმაც კიდე აი ამინდი იქნებოდა. მეტი რამე ექნა ახლა მე პატარა კაცი ვარ, მეტი მიაჩვენეს. იქედან მოვდივართ. აქ არის ცეცხლის ადგილი, სადაც ძალიან დიდი ფერფლია უკვე დაგროვებული. და ნამეტანია. და შეგავეროს. მოდი არ კონდა თორე. ირაკ რატო ეს კაი? ქუთაისის ფილტვებია და ეხ არა მე რო ლეპტოპთან დიდ დროს ვატარებ, ჩემი თვალები არის, რავი, მკვდარი. და ახლა რომ გამოხატა ამ სიმპტომებს შეუყურებ, 100% უკვე აღდგენილია თვალის ხედველობას. ოჯახი წყავს ბავშვი ყავს. აგერს გამი არის მაგრამ მე იყვანე ბავშვი და ასე აგერ ამეც ადმინდა 2 საათი. ეგეც ცეცხლი დაანთე, რაღაც კემბი შეკარი. ამაგი მოიტანე, აქ დაიწყება ქუთაისელი მოლაშქრეების ისტორია. იო, ჩვენი მიზანია ქუთაისში შევქმნათ სალაშქრო გარემო. ესეთი კაი. თუ ამინდმა გაგვიშვა და საშუალება, ბევრი ისეთი საინტერესო აქტივობა გქონდეს და თუ ჩაერთვებით, თუ ჯგუფში შემოგვერთებით ქუთაისელი მოლაშქრეები, ყველაფერ კარგ ინფორმაციას გაიგეთ. დავიწყოთ ხანში ლაშქრობა. სამანქანო გზასაც შეეხება საშუალო გამავლობის ორხიდიანი მანქანა, ჩვენ რო ჯიპს ვეძახით, SUV გამოვა ჩვეულებრივად რა. ირაკლი, რასია რა არის ძმა რადიოს უსმენ? რადიო არ დაიჯა. სოფელში მანქანა დავტოვეთ, დაახლოებით 9 საათი ვიარებ და ვაგრძელებთ გზას მარჯვნივ. დაახლოებით დარჩენილია ჩანჩქერამდე ალბათ 3 კილომეტრი და დავფარავთ მალე რა გავა. ზოგადად ჩვენ გასიფრეთ. აქაური ხალხი ძველ დროში ზეკარიდან გადმოვიდა, ჯავახეთიდან გადმოვიდა აქეთ. ზეკარის გავლით დასახლდა აქ. და მე იყო ზედა ხა. მე გახდა ქვედა ხა. ბასა ამას ნახე, ეგ რა. შვეიცარია არის მინი რა, მინი შვეიცარია. ეს არის განუვითარებელი შვეიცარი, ანუ ველური შვეიცარი. შვეიცარია რეკონსტრუქციამდე. ეგ რო DVD მოვადა, იმას რო შეჭა. რა არის ამაზე უკეთეს. სპეციალურად ქუთაისელი მოლაშქრეების ჯგუფის პრინც. ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის უფასო თემა. რა თავში. დევინა პროგრამზე. ასი ხوارა, პირველი ამ ხელსახოცი მაქვს სველი თუ გინდა. აი მეორე. ეს არის ცნობილი ხანის პირამიდა, რომელიც არის დამალული და დაფნული. აქ რომ არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს, გამოჩნდება, რომ მას აქვს პირამიდის ფორმა და ის აშენებულია 6000 წლის უკან. როგორ ჩანს საზნახელზე ვერ წავალთ. იმიტომ რომ აქ უნდა ყოფილიყო ხიდი. ახლა მოგვიწევს ამ გზაზე წასვლა. არ არის ხიდი. და ჩანჩქერზე ასვლა. პრობლემაა ხალხო. საზნახელი იქითაა, ხიდი არ არის. საზნახელზე ვერ გადავალთ ხიდიდან. ყოველ შემთხვევაში აქ დიდი ჯგუფის წამოყვანა
არ არის მიზა შეწოლი არანაირად და ჩვენ ვთით მაინც რომ დავრეკოთ და მხოლოდ ხიდის გაკეთება. ხეობას როცა შემოუყვებით ასე თუ ბილიკს აცდებით, ლამაზ ხეობას გამოვვლით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაბრკოლებას მიაწყდებით, მაინც ბილიკზე ასვლა მოგიწევთ რა. დიდი ალბათობით აქ არის ახლა ერთი ისეთი დაბრკოლება, რომელზეც პატარა ცოცვა და რაღაცები მოგიწევთ. თუ ასე წამოხვალთ. მაგრამ და ჩვეულებრივად მაშინ ისე ზევით დაბრუნდებით ბილიკზე და ბილიკი ხო ზევით მიდის. აქ უბრალოდ ხეობაში შეგიძლია ჩამოსვლა. არ დავახვიდეთ ხეობაში წადით ბილიკზე. ბიჭები ჩავიდნენ ხეობაში, ქვემოდან ხეობას გაუყვნენ. მე მივემართები კარგ ბილიკზე, მარკირებულზე. ნახეთ როგორ ისმის წყლის ხმა. დღეს საკმაოდ დიდია მდინარე და ჩანჩქერი იქნება ძალიან დიდი. ეს არის პატარა ჩანჩქერი. ხეობაში ასეთი არის 5. ყველაზე დიდი ბოლოსაა. იმის ზემოთ არ ვიცი, ხალხი არ ნაყოფ, მაგრამ ძალიან სახიფათო კანიონი. იქ აღჭურვილობის გარეშე და დიდი გამოცდილების გარეშე ვერ გაევლი. ასეთი 5-7-8 მეტრი არის სხვა ჩანჩქერები. ხევით ვერც ჩავალთ დიდი ალბათობით იმხელა ეს საკუხარა ისე კუხარებს. ძალიან დიდია და ძალიან მასიურია. თუმცა ჩასასვლელი არის ძალიან საფრთხილო, იმიტომ რომ ყოველთვის ტალახიანია და ყოველთვის ფრიალია. ეგი რა არის ბიჭო? ხო გითხარ, გადაკეტე, ცოტა თქო, რა არის ეგი? ხო გითხარი, გადაკეტე თქო. რატო არ გადაკეტე? რატო? წაიღო წყალმა ყველაფერი. ო! იახშო. რა არის ეგი? მაგას უთხარი ბიჭო, გადაკეტე თქო და არ გადაკეტეს, წაიღო წყალმა ყველაფერი. რა არის? წავიღო წყალმა. ირაკლი, ამას შედიჯოხი მეისროლა. რატო საქ წამოღებული სურვილების წინ და ამას შეიძლება რომ სანტა გამოვაკითხავს და ჩოუწყობს საჩუქრებს. აბა მიულოცე ადამიანებს აღდგომის ხსნელად დღეს ასწავლი. აღდგომას დღეს არის შეგვიძლია ხელო ხალხო გადაცვალა. In heaven there is no ground. That's why we drink it here. ყველა ლაშქრობის დასასრული არის. გასწავლული ადამიანებია. ხო, გასწავლული ადამიანის ზია. ყველა ლაშქრობის დასასრული არის. დამღლელი მაგრამ ატომღას არა, ხალისი არა, ენერგია იყო, მე მგონი მეტი. ახლა დაუბერდით. და რო ბრუნდებოდით ლაშქრობიდან მეტი ენერგია გქონდა ხოლმე.